მოგესალმებით, მე საბა ვარ და დღეს მივდივართ ხარაგაულში ხალხის დასახმარებლად. ესე იგი, ორი მანქანით ვართ, ერთი პიკაპი, ერთი მანქანა წინ მიდის. მივდივართ 5 აისელი და ორი კარგი ადამიანი, რომელიც გამოგვეხმაურა Facebook-იდან ჩემი პოსტის ნახვის შემდეგ. ჯერჯერობით გზაზე რკინული არ არის და ნახოთ რა იქნება. თქვენი სახელი ბატონო? ჩემი სახელი არ ნუგზარ. კი ბატონო. გიგა. აი ხარით. ნახოთ ხარაგაულში რა იქნება. ეხლა დავიწყეთ სახლის გადათოვლა და კარგად გლომად სამუშაო კი არის. დავასრულეთ სახურავის გადათოვლა. დაგჭირდა დაახლოებით 2 საათი. და აი კაკრას ძის ჩასვლას მოუსწარით რა. და ჩაყინვას გადავარჩით. აი პატარა გავიჭედით, მაგრამ გავალ. ეხა ჯალამბარი უნდა გავშალოთ, მაგრამ ვერ გავ. დიმე მოუმატა ვიდი. აი კარი, აი კარგად. აი მან როგორ გადმოვა ეგ მანქანა. კარგი ხარ ჯაბა. კარგად მოიყვანო. აი შეხედე რამ ხელაზე ჩადი. კარგად მოიყვანო. წინა თუ ეგ როგორც იქნა ჯალამბარი გავმართეთ. ხეზე მოვაბით. და ეხლა ვეცდებით მანქანის ამოყვანას ესე. თავი ხილა თავი. არა საბა. როგორ? კონტენტის რას არის და კაცი თქო. ახლა დავშვიდე სათვალე დავკარგე. ეს ინფლუენსერი ხალხი რა. არ შეგვიძლია რა ეს ინფლუენსერი ხალხი. ეხლა მივდივართ სახლში ღამის გასათევად. წინ ბიჭები თავს ყოლავენ. მანქანები დაბლა სოფელში დავტოვეთ, იმიტომ რომ გაუყოლავიყო გზა და ვეღარ ამოვიდოდით. და მანქანებიდან გამოვლილი გვაქვს დაახლოებით კილომეტრი ნახევარი, 2 კილომეტრი. წესით მალე მივიდეთ სახლშიც. ბოლო ჩართვიდან ალბათ 2 წუთი გავიდა და სახლთანაც მოვედით. ულამაზესი დილა გაგვითენდა. ჩვენი მეგობარიც აქ არის. მოდი. ეს არის ბელი. აი!
იმეროა. ერთ ოჯახში უკვე ვიყავით. ეხლა მეორე ლოკაციაზე მივდივართ. მოვიფიქრებ, შეიძლება ის ისტორიაც მოგიყვეთ. როგორ დავხვდნენ მაგ ოჯახში და როგორ მივედით. მაგრამ ეხლა გაჩვენებთ რა გზის გავლა გვიწევს მეორე ლოკაციამდე. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ნუ მაინც შრომობს ხალხი. ეგერ ყველანი წინ ბიჭები თამარით ჩვენთანა ვეღარ ამოდიხარ? ჰეი, მიწავე, წავედი ისრამდე. გზად ესეთი ლამაზი ხედებიც გვაქვს. ოუ! არა. ესე იგი, ეხლა გეტყვით ორ განსხვავებულ სიტუაციაზე. ორ განსხვავებულ ლოკაციაზე. პირველ შემთხვევაში მივედით ლოკაციაზე, სადაც ჩვენი მისვლის და ჩვენი დახმარების ვფიქრობ, რომ არანაირი საჭიროება არ იყო. ამის შესახებ მეც აღარაფერს ვიტყვი. ის ბლოგო. გამოძახებით. თურმე გამოძახებულები ვიყოლი ვართ. და მეორე შემთხვევა, მეორე ლოკაცია, სადაც მივედით მარტო კაცთან, რომელიც არ ეუბნებოდა თავისიანებს, რომ საჭმელი უთავდებოდა და თურმე როგორ იყო ვალერ? ბოლო მეოთხედი პური შევჭამე ეხლაო. ამბობდა ეს კაცი და ძალიან გაუხარდა მართლა და ამამით რო გავაბედნიერა და მეტად მოგცა мотиваცია იმ სიმაღლეზე ამოვედით. ავი სადღაც მთის წვერზე ვართ. რეალურად ზღვის დონიდან ძალიან მაღლა არ არის, მაგრამ საწყის წერტილიდან ძალიან ზემოთ ამოვედით. ხო და ჩემი სიტყვა რო დავამთავრო. ესე იგი, ამ ბატონმა მშვენივრად ღიმილით მიგვიღო თავის სახში, გაუხარდა ჩვენი დანახვა, თაფლიც გამოგვატანა და კეთილადაც დაგვემშვიდობა. ეს არის რა, ანუ ორივე სიტუაცია ხდება ესეთ ამბებში. ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან მეორე ლოკაციაზე ძალიან გაგვახარა იმ ადამიანმა. ეხლა ვიშვებით მანქანისკენ და თუ გამოჩნდება კიდე რამე ლოკაცია, იმასაც სავარაუდოდ გადავიხებ. მეორე ჯგუფი შემოგვიერთდა დღეს. მანქანა დაუზიანდათ დაბუქსირებისას. აგე წინაც გაძურა ბამპერი. იფუთება ეხლა ჩვენი საჭმელი რა. ხვალინდელი დღის პროდუქტი. გერაჩვალი. აიღე თამარ. ბიჭებო. ხილი ხო არ გინდათ? აი არ გინდა ყველა ხალხები. თოლი არც ისე დიდია დღეს უკვე. გზები გაყვალულია. ნახოთ რამდენიმე ოჯახში მივართ. რა სიტუაცია დაგვხდება. მაგის მიხედვით მე უკვე სავარაუდოდ ეს საღამოსან ხვალ დილას წავალთ უკვე თბილისში. სტადიონია? ო. სტადიონი. რა.
მოვიარეთ სერვაისი. ავიტანეთ სურსათი, მედიკამენტები. ძალიან კარგად დავხვდნენ, ღიმლიანი სახეებით. დაგვიმასპინძლდნენ. ჩვენივრად დავამშვიდობთ ერთმანეთს. ეხლა კიდე მივდივართ ხარაგაულში. უკანა გზაზე ესეთი ლამაზი ხედები გვაქვს. გადაგული არ არა, აი ხო დილით როგორ იყო? კი, მარა მარცხნი. თუ მარჯვნივე. უცებ ავბარგდით, ბევრი პროდუქტი იყო მორჩენილი. ჩვენც ცოტა გადახარჯო გქონდა, მაგრამ ეგ არაფერი. უცებ დაორგანიზდით, ავიკრიბეთ, გავდივართ. მეგობრებო, მოკლედ ჩვენი მისია დასასრულს მივახოვდა და დავხურეთ შტაბი, რომელიც უკეთესობილესმა ქალბატონმა სოფო ფხაკაძემ გადმოგვაბარა. მივდივართ თბილისში, მოგჩა საკმაოდ ბევრი მედიკამენტები, საკმაოდ ბევრი პროდუქტები, იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც ჩვენი გუნდიდან, ისე მოხალისეებიდან და ეს პროდუქტები ეხლა დაფასოვდება, ავღრიცხავ და სავარაუდოდ ან ბავშვთა სახლში მივიტანთ, ან მოხუცთა თავშესაფარში რა. აბა დროებით.